წარმოგიდგენთ სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის ვიდეო ტრენინგების კურსის მესამე ტრენინგს. გაყიდვები. მოცემული ტრენინგის თემებია: გაყიდვების აღრიცხვის აწყობები, ფასის ტიპები და ფას დადგენა, ყიდველის დამატება, გაყიდვის ოპერაციები, რეალიზაცია კომპენსაციით, რეალიზაცია კომპენსაციის გარეშე, მომსახურების რეალიზაცია, რეალიზაციის კორექტირება და მყიდველის ვალის კორექტირება, ყიდველისგან თანხის მიღება, სალრო შემოსავლის ორდერი, გაყიდვების ანგარიშგებები და დებიტორული დავალიანების რეპორტის მიმოხილვა. ტრენინგი დავიწყოთ გაყიდვების აღრიცხვის აწყობებით. მოდულში ადმინისტრირება გვაქვს გაყიდვების აღრიცხვის აწყობები. ეს არის პირველი ეტაპი, რითიც უნდა დავიწყოთ გაყიდვების მოდულში მუშაობა. ალამი ფასების რამდენიმე ტიპის გამოყენება გვაძლევს შესაძლებლობა სასურველი რაოდენობის ფასის ტიპები დავამატოთ და ოპერაციებში გამოვიყენოთ. ალმის მექანიკური ფასდაკლების გამოყენება ჩართვისას შესაძლებელია ფასდაკლების დაფიქსირება უშუალოდ გაყიდვის დოკუმენტში. ალამი ავტომატური ფასდაკლებების ფასდამატების გამოყენება გვაძლევს ფასდაკლებების ავტომატურად გამოყენების შესაძლებლობას რეალიზაციის დროს წინასწარ დადგენილი პირობების მიხედვით. ალმის ლოიალურობის ბარათების გამოყენება ჩართვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დაგროვების ბარათების დარეგისტრირება, რეალიზაციის დროს მასზე ბონუსური ქულების დარიცხვა და ქულებით გადახდა. ალმის ნომენკლატურის ნაკრების გამოყენება ჩართვის შემთხვევაში პროგრამაში შესაძლებელია ნაკრების ტიპის ნომენკლატურის დამატება და მისი გამოყენება. მაგალითად, შოკოლადის ნაკრები. ალამი მყიდველების შეკვეთები გაძლევს შესაძლებლობას დააფიქსიროთ კლიენტების მოთხოვნები საქონლისა ან მომსახურების მიწოდებაზე და ააკონტროლოთ მათი შესრულების პროცესი. დავამატოთ ფასის ტიპი. გადავიდეთ გაყიდვების მოდულში და გავხსნათ ფასის ტიპების ჩანართი. პროგრამის საწყისი შევსების დროს ავტომატურად ემატება ძირითადი ფასის ტიპი. თუმცა ღილაკზე პლუს დაჭერის შემთხვევაში შეგვიძლია დავამატოთ ახალი ფასის ტიპი. შეიყვანეთ ფასის ტიპის დასახელება. აირჩიეთ ვალუტა, რომელშიც მოხდება ფასების შეყვანა. მონიშნეთ ალამი ფასი შეიცავს DGG-ს, თუ გსურთ, რომ ეს პირობა შესრულდეს. ტიპში შეგიძლიათ მიუთითოთ სტატიკური ან დინამიური. სტატიკური ნიშნავს იმას, რომ ფასის ტიპი ემატება დამოუკიდებლად. დინამიური ფასის ტიპის დამატება ხდება სხვა ფასის საფუძველზე პროცენტული ცვლილების მითითებით. პირველ ეტაპზე დავამატოთ სტატიკური ფასის ტიპი, რომლის განსაზღვრა შეგვიძლია დამოუკიდებლად. მეორე ეტაპზე დავამატოთ დინამიური ფასის ტიპი და საფუძველი ფასის ველში მიუთითოთ ფასის ტიპი, რომელზეც ის დამოკიდებული იქნება. პროცენტულ ცვლილებაში გავწეროთ -10%. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საცალო ფასი კონკრეტულ ნომენკლატურაზე დავადგინეთ 10 ლარი, მაშინ საბითუმო ფასის ტიპი გამოიცვლება ავტომატურად მის საფუძველზე. შედეგად საბითუმო ფასი იქნება 9 ლარი. სრულისამებრ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტობით დამრგვალების ალამი და მიუთითოთ დამრგვალების წესი. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ნომენკლატურაზე ფასის დადგენა. არსებობს ნომენკლატურაზე ფას დადგენის 3 ხერხი. პირველი ხერხი წარმოადგენს ნომენკლატურის ბარათის გახსნისას მთავარ ჩანარზე ახალი ფასი ღილაკზე დაჭერით სასურველი ფასის დადგენას. შესავსები ველებია: ფასის ტიპი და ფასი. პერიოდში იხილავთ მიმდინარე თარიღს, თუმცა კორექტირება შესაძლებელია. ნომენკლატურა ივსება ავტომატურად ნომენკლატურის ბარათის მიხედვით ისევე, როგორც ზომის ერთეული, თუმცა უკანასკნელი შეცვლა შესაძლებელია. ვალუტის შევსება ხდება ფასის ტიპის ცნობარიდან. მეორე ხერხი გულისხმობს შესყიდვის დოკუმენტის საფუძველზე ნომენკლატურაზე ფასის დადგენას. ამისთვის გადადით შესყიდვის მოდულში, აირჩიეთ შესყიდვის დოკუმენტი, დააჭირეთ ღილაკს საფუძველზე შექმნა და გადადით ნომენკლატურის ფასის დადგენის შექმნაზე. ოპერაციის სულ 3 სახე არსებობს: ფასი, თვითღირებულება, შესყიდვის თვითღირებულება. ფასში იგულისხმება ფასი DGG-ს ჩათვლით. თვითღირებულებაში პროგრამაში დაფიქსირებული ზოგადი თვითღირებულება ნომენკლატურაზე. შესყიდვის თვითღირებულებაში ფასი DGG-ს გარეშე.
მაგალითად, ავირჩიოთ შესყიდვის თვითღირებულებით. დავინახავთ, რომ ამ შემთხვევაში ნომენკლატურის ფასის დადგენის დოკუმენტში, საფუძველი დოკუმენტის ველში გაეწერა ჩვენ მიერ არჩეული შესყიდვის დოკუმენტი. დოკუმენტის ქუდურ ნაწილში გვაქვს ფასის ტიპის ველი, რომელშიც უნდა მივუთითოთ ის ფასის ტიპი, რომლის დადგენაც ნომენკლატურაზე გვსურს. დოკუმენტის ცრიული ნაწილი შესყიდვის საფუძველზე გადაიქცო. აქვე არის ძველი ფასისა და საფუძველი ფასის ველები. ძველი ფასი შევსებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ადრე ამ ნომენკლატურაზე იგივე ფასის ტიპი დადგენილი იყო. საფუძველი ფასი შევსებულია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტი შესყიდვის დოკუმენტის საფუძველზე იქნება. ახალი ფასის დადგენა შეგვიძლია მექანიკურად, ძველი ფასის შევსებით, საფუძველი ფასის შევსებით. მოდით დავადგინოთ ახალი ფასი საფუძველი ფასის შევსებით. შეგიძლიათ იხილოთ სამი ოპცია. მიმდინარე ფასებით. გულისხმობს ახალი ფასის საფუძველი ფასით გადავსებას. პროცენტით შეცვლა. გულისხმობს საფუძველი ფასიდან სასურველი პროცენტული მაჩვენებლის გამოანგარიშებას და ამის მიხედვით ახალი ფასის დადგენას. თანხით შეცვლა. გულისხმობს საფუძველ ფასზე სასურველი თანხობრივი ნამატის დაფიქსირებას და ამის მიხედვით ახალი ფასის დადგენას. ამ შემთხვევაში ავირჩიოთ პროცენტით შეცვლა და განაკვეთში მივუთითოთ 10%. სასურველი შედეგის მიღების შემდეგ შეგვიძლია დოკუმენტის გატარება. აღნიშნულ დოკუმენტს არ აქვს ბუღალტრული შედეგი, თუმცა ნომენკლატურის ბარათზე გადასვლისას შეგიძლიათ იხილოთ მისი შედეგი. ფასდადგენის მესამე ხერხი გულისხმობს გაყიდვების მოდულში გადასვლას და კვლავ ნომენკლატურის ფასის დადგენის დოკუმენტის არჩევას. ამჯერად, აღნიშნული დოკუმენტი იქმნება დამოუკიდებლად და არა შესყიდვის დოკუმენტის საფუძველზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის შევსება ხდება მანუალურად. ღილაკზე პლუს დაჭერის შემთხვევაში შეავსეთ დოკუმენტის ქუდური ნაწილი. აირჩიეთ ფასის ტიპი. ნომენკლატურის ცრილ ნაწილში შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს პლუსი და ცალკეულად აირჩიოთ სასურველი ნომენკლატურები. შერჩევა ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე ნომენკლატურის ერთად არჩევა. ღილაკი ყველა ნომენკლატურით შევსება გულისხმობს ყველა არსებული ნომენკლატურით ცრილული ნაწილის გადავსებას. დავაჭიროთ პლუს ღილაკს და ავირჩიოთ ნომენკლატურა, რომელზეც გვსურს ახალი ფასის დადგენა. მექანიკურად შევავსოთ ახალი ფასი და გავატაროთ დოკუმენტი. თუ ერთ თარიღში კონკრეტულ საქონელზე ფასი უკვე დადგენილია, იმავე ფასის ტიპით ახალი ფასის დადგენა შეუძლებელია. მყიდველის ცნობარის დასამატებლად საცნობარო ინფორმაციის ჯგუფიდან ავირჩიოთ პუნქტი მყიდველი. შეგიძლიათ სრულისამებრ დაამატოთ მყიდველების ჯგუფი, როგორც მომწოდებელი ჯგუფის დამატების შემთხვევაში გავაკეთეთ. მყიდველის ცნობარის დასამატებლად დააჭირეთ ღილაკს პლუსი. შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო ნომერი და ღილაკზე გლობუსის დაჭერისას გარკვეული ველები ავტომატურად გადაივსება, თუ ინფორმაცია პირის ან კომპანიის შესახებ ფიქსირდება რეესტრში. თუმცა აღნიშნული ველების კორექტირება მანუალურად შეგიძლიათ. მაგალითად, დავაკორექტიროთ სამართლებრივი ფორმა და დაღიგეთი დაბეგრვა. აირჩიეთ ძირითადი ვალუტა. აღნიშნული ვალუტით ავტომატურად ივსება ანგარიშწორების ვალუტა კონკრეტული ოპერაციების განხორციელებისას, თუმცა შესაძლებელია მისი შეცვლა. ასევე შესაძლებელია შეავსოთ ფასის ტიპის ველი სასურველი ფასის ტიპით, რაც განაპირობებს დოკუმენტის ამ კონტრაგენტის არჩევისას მითითებული ფასის ტიპით შევსებას. თუ ნომენკლატურაზეც იგივე ფასის ტიპია დადგენილი, მაშინ ფასი ავტომატურად გაეწერება დოკუმენტში თქვენი მანუალურად ჩარევის გარეშე. მყიდველის აღრიცხვის ანგარიშები ივსება ავტომატურად პროგრამის აწყობებში მითითებული ძირითადი ანგარიშების მიხედვით, თუმცა მათი რედაქტირება ბარათზე შესაძლებელია. მისამართების და ტელეფონების ჩანართში შეგიძლიათ შეავსოთ დამატებითი ინფორმაცია მყიდველის შესახებ. ჩანართში დამატებით გაქვთ შესაძლებლობა დატოვოთ კომენტარი. მყიდველის აქტივობის ჩანართში დაინახავთ ყველა გატარებულ დოკუმენტს, რომელშიც ფიქსირდება აღნიშნული მყიდველი პერიოდის ფილტრის დადებით. მყიდველის დამატებისთვის დააჭირეთ ღილაკს ჩაწერა ან ჩაწერა და დახურვა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე.
რეალიზაციის დოკუმენტი. გადადით გაყიდვების მოდულში და გახსენით რეალიზაცია. დააჭირეთ ხილაკს პლუსი, რის შემდეგ იხილავთ ორ ოპერაციის ტიპს. რეალიზაცია კომპენსაციით, რომელიც გულისხმობს კლასიკურ რეალიზაციას და რეალიზაცია კომპენსაციის გარეშე, რომელიც გულისხმობს უსასყიდლოდ მიწოდებას. პირველ ეტაპზე გავაფორმოთ რეალიზაცია კომპენსაციით დოკუმენტი. აირჩიეთ მყიდველი. აირჩიეთ ანგარიშწორების ვალუტა. მყიდველის არჩევის შემდეგ ველი ავტომატურად ივსება მყიდველის ბარათზე მითითებული ვალუტის მნიშვნელობის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ვალუტის შეცვლა. გაყიდვის ოპერაციასთან დაკავშირებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის დათვალიერება და ცვლილება შესაძლებელია გადასახადების ლინკზე დაჭერით. ლინკის დასახელება ავტომატურად ფორმირდება გადასახადების პარამეტრების მიხედვით. აღნიშნული ველები ავტომატურად ივსება არჩეული მყიდველის და ოპერაციის ტიპის მიხედვით. იმის და მიხედვით თუ რა არის რეალიზაციის ობიექტი, საქონელი, მომსახურება თუ რაიმე სხვა აქტივი, უნდა შეიცავს ნომენკლატურის ან სხვა აქტივებისა და მომსახურების ჩანართი. ნომენკლატურის ჩანართი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ხდება საქონლის ან ისეთი მომსახურების რეალიზაცია, რომლის გაყიდვა რეგულარულია და შემოსავლისა და DGG-ის ანგარიშები წინასწარ განსაზღვრულია. ნომენკლატურის ჩანართის შევსება შესაძლებელია პლუს და შერჩევა ღილაკებით. მოდით შევავსოთ ნომენკლატურის ცხრილური ნაწილი საქონლის ტიპის ნომენკლატურით. შეგიძლიათ მიუთითოთ რაოდენობა. რაც შეეხება ფასს, ის ავტომატურად გადაივსება, თუ ნომენკლატურაზე დადგენილი ფასის ტიპი იდენტურია მყიდველის ცნობარზე დადგენილი ფასის ტიპის მიმართ. თუმცა თუ მყიდველზე ფასის ტიპი შევსებული არ გვაქვს და მხოლოდ ნომენკლატურაზე გვაქვს დადგენილი, შეგვიძლია გადასახადების ლინკს დავაჭიროთ და მივუთითოთ შესაბამისი ფასის ტიპი, რაც ნომენკლატურაზეა დადგენილი, რათა ფასის მითითება მექანიკურად არ მოგვიწიოს. ცხრილური ნაწილის შევსების შემდეგ შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტის სარდაფის ნაწილი, სადაც გამოჩნდება ინფორმაცია ჯამური გადასახადებისა და თანხის შესახებ. დააჭირეთ ხილაკს გატარება ან გატარება და დახურვა. გავიაროთ შემდეგი ოპერაციის ტიპი, მიწოდება კომპენსაციის გარეშე. დააჭირეთ შექმნა ხილაკს. აირჩიეთ ოპერაციის ტიპი, რეალიზაცია კომპენსაციის გარეშე. აირჩიეთ მყიდველი. შეავსეთ ცხრილი მისაწოდებელი საქონლით ან მომსახურებით, რომლის მიწოდებაც ხდება უსასყიდლოდ. შეავსეთ თვითღირებულების ველი ღილაკით DGG შევსება თვითღირებულების მიხედვით. თუ ნომენკლატურაზე პროგრამაში ფიქსირდება თვითღირებულება, აღნიშნული ველი გადაივსება და მის საფუძველზე გამოანგარიშდება DGG. ვინაიდან მიწოდება კომპენსაციის გარეშეა, დოკუმენტში გათვალისწინებულია მოგების დაბეგვრის ნაწილი. დააჭირეთ გატარება ან გატარება და დახურვა ღილაკს. განვიხილოთ შემდეგი საკითხი. მომსახურების რეალიზაცია. დავაჭიროთ პლუს ღილაკს და ავირჩიოთ ოპერაციის ტიპი, მიწოდება კომპენსაციით. დავარეალიზოთ მომსახურება სხვა აქტივებისა და მომსახურების ჩანართიდან. სხვა აქტივების და მომსახურების ჩანართის შევსება ხდება შემდეგნაირად. შინაარსი. მანუალურად შესავსები ველი, სადაც ივსება დარეალიზებული მომსახურება. თანხაში მიუთითეთ გასაყიდი თანხა. DGG-ის განაკვეთი შევავსოთ ოპერაციიდან გამომდინარე. DGG-ის თანხა გაიანგარიშება თანხისა და DGG-ის განაკვეთის მიხედვით. გაანგარიშების წესი დამოკიდებულია ალამზე, ფასი შეიცავს DGG-ს. DGG-ის ანგარიში, სადაც აისახება დარიცხული DGG და შემოსავლების ანგარიში, სადაც აისახება მიღებული შემოსავალი. ამ შემთხვევაში მანუალურად უნდა შევავსოთ. გატარება ან გატარება და დახურვა ღილაკზე დაჭერით, გავატაროთ დოკუმენტი და გადავხედოთ ბუღალტრულ შედეგს. შემდეგი საკითხია რეალიზაციის კორექტირება. რეალიზაციის კორექტირების დოკუმენტი განკუთვნილია მყიდველისთვის მიწოდებული საქონლის, მომსახურების ან სხვა აქტივების ფასის კორექტირებისთვის,
და მყიდველისთვის მიწოდებული საქონლის ტიპის ნომენკლატურის უკან დაბრუნებისთვის. კორექტირების დოკუმენტის შექმნა შესაძლებელია როგორც რეალიზაციის დოკუმენტის საფუძველზე, ასევე ცარიელი კორექტირების დოკუმენტიდან, სადაც ავირჩევთ რეალიზაციის დოკუმენტს, რომლის კორექტირებასაც ვახორციელებთ. კორექტირების დოკუმენტით შესაძლებელია 3 ტიპის ოპერაციის განხორციელება. დაბრუნება. ოპერაციის ამ ტიპით შესაძლებელია კონკრეტული რეალიზაციის დოკუმენტით გაყიდული საქონლის სრულად ან ნაწილობრივ უკან დაბრუნება, მხოლოდ ნომენკლატურის ჩანართით საქონლის ტიპის შემთხვევაში. ფასის კორექტირება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული რეალიზაციის დოკუმენტით გაყიდული საქონლის, მომსახურების ან სხვა აქტივის ფასის ნებისმიერი ოდენობით ცვლილება, გაზრდა ან შემცირება. საფუძვლის გარეშე უკან დაბრუნება. ოპერაციის ამ ტიპს ვიყენებთ მაშინ, როცა არ გვაქვს საფუძველი დოკუმენტი ან ვერ ხდება იდენტიფიცირება, რომელი რეალიზაციის დოკუმენტის კორექტირებას ვახდენთ და ისე გვიბრუნდება უკან ნომენკლატურა. ამ შემთხვევაშიც ნომენკლატურის ჩანართით საქონლის ტიპი. გადავინაცვლოთ გაყიდვების მოდულში და ავირჩიოთ კონკრეტული რეალიზაციის დოკუმენტი, რომლის კორექტირებაც გვსურს. საფუძველზე შექმნით კორექტირების დოკუმენტში ავტომატურად ივსება ცხრილური ნაწილი საფუძველი დოკუმენტის მონაცემებით. ცხრილურ ნაწილში რაოდენობის გარდა არც ერთი ველი არ არის რედაქტირებადი. მნიშვნელოვანია რაოდენობის ველი, რომელშიც იგულისხმება დაბრუნებული ნომენკლატურის პოზიციის რაოდენობა. გადავიდეთ ფასის კორექტირების ცხრილურ ჩანართზე. განვიხილოთ ფასის კორექტირების შემთხვევა. საფუძველზე შექმნით კორექტირების დოკუმენტში ავტომატურად ივსება ცხრილური ნაწილი საფუძველი დოკუმენტის მონაცემებით. ველების უმეტესობას აქვს 2 სტრიქონი, ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგ. ერთეული ნომენკლატურის ფასი ცვლილების შემდეგ. ეს ველი რედაქტირებადია, მისი ცვლილება აისახება თანხაზე და პირიქით. თანხის კორექტირების შემთხვევაში მისი ცვლილება აისახება ფასზე. ველი განსხვავება. ფასის ან თანხის შეცვლის შემდეგ ამ ველში მოხდება სხვაობის ჯამური თანხა ცვლილებამდე თანხასა და ცვლილების შემდეგ თანხას შორის. შემცირების შემთხვევაში განსხვავებაში იწერება თანხა მინუსით. განვიხილოთ საფუძვლის გარეშე უკან დაბრუნების ოპერაციის ტიპი. დოკუმენტის შევსება მექანიკურად უნდა განხორციელდეს. ვირჩევთ მყიდველს, რომელსაც უკან დაბრუნება ფორმდება. ნომენკლატურას, რომელსაც უკან ვიბრუნებთ. ნომენკლატურის არჩევისას შეავსეთ რაოდენობისა და ფასის ველები. ფასის ველის ნაცვლად შეგიძლიათ პირდაპირ თანხის ველი შეავსოთ. დააჭირეთ ღილაკს გატარება ან გატარება და დახურვა. გადავიდეთ შემდეგ დოკუმენტზე. მყიდველის ვალის კორექტირება. დოკუმენტის საშუალებით შეგიძლიათ მყიდველზე დავალიანების გაზრდა, დავალიანების შემცირება, დავალიანების გადატანა სხვა მყიდველზე, დავალიანების ურთიერთჩათვლა. განვიხილოთ ოპერაციის ტიპი დავალიანების ურთიერთჩათვლა. არსებული ტიპი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთსა და იმავე კონტრაგენტთან კომპანიას აქვს ორმხრივი დავალიანება, როგორც მყიდველის, ისე მომწოდებლის როლში. მყიდველისა და მომწოდeblis ანგარიშები ავტომატურად გადაივსება იმ კონტრაგენტების ცნობარებიდან, რომლებსაც აირჩევთ. მყიდველის ჩანართის ცხრილურ ნაწილში შეავსეთ ინფორმაცია ვალუტისა და თანხის შესახებ. მომწოდeblis ჩანართში გაიმეორეთ იგივე ქმედება. მას შემდეგ, რაც დოკუმენტს შეავსებთ, დააჭირეთ ღილაკს გატარება ან გატარება და დახურვა. გავაფორმოთ შემდეგი დოკუმენტი. მყიდველისგან თანხის მიღება სალაროს შემოსავლის დოკუმენტის საფუძველზე. გადავიდეთ ფულადი სახსრების მოდულში და ავირჩიოთ დოკუმენტი, სალაროს შემოსავლის ორდერი. დააჭირეთ ღილაკს პლუსი და ოპერაციის ტიპში აირჩიეთ მყიდველისგან თანხის მიღება. ამის შემდეგ დოკუმენტში გაჩნდება რამდენიმე ველი, რომლებიც უნდა შეავსოთ. აირჩიეთ მყიდველი, ხოლო ანგარიშწორების ანგარიში ავტომატურად გადმოივსება მყიდველის ცნობარიდან ისევე, როგორც ვალუტის ჩანართი. აირჩიეთ სალაროს ანგარიში და შეავსეთ თანხის ველი. დოკუმენტის გატარების შემდეგ შეგიძლიათ იხილოთ ბუღალტრული შედეგი. გადავიდეთ გაყიდვების ანგარიშგებებზე. განვიხილოთ გაყიდვების ანგარიშგება, რომელიც განლაგებულია გაყიდვების მოდულში.
აღნიშნულ რეპორტში შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია გაყიდვების შესახებ კონკრეტული პერიოდის, კონტრაგენტისა ან და ნომენკლატურის ჭრილში. ანგარიშგების ფორმატის შეცვლა მანუალურად შესაძლებელია. შემდეგი ანგარიშგება არის მყიდველებთან ანგარიშწორების უწყისი, რომელშიც გაქვთ შესაძლებლობა იხილოთ მყიდველის საწყისი ნაშთი, თანხების შემოსვლები და გასვლები, საბოლოო ნაშთი. აქვე ემატება ვალუტის ფილტრი, რომლის შევსებისას ინფორმაციას დაინახავთ მხოლოდ მითითებული ვალუტის ჭრილში. იმედი მაქვს მიღებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენს პრაქტიკულ საქმიანობაში. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობთ ყურადღებისთვის და შევხვდებით მომდევნო ტრენინგზე.